საქართველოს დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ინარჩუნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წელთან შედარებით 2024 წელს უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირებულია. დასაქმების დონე კი გაზრდილი. მთავრობის მიზანი 2028 წლისთვის სიღარიბის 4%-მდე შემცირებაა. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. მაღალ ეკონომიკურ ზრდას რომ ხელშესახების შედეგი აქვს, ამას საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს. ოფიციალური დოკუმენტით 2024 წელს დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და 47%-ს გადააჭარბა. ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე, რომელმაც 13.9% შეადგინა. 55,000 კაცით შემცირდა ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა და მათი უმრავლესობა გადაკვალიფიცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კატეგორიაში. შესაბამისად დაახლოებით 68,000 კაცით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და 35,000 კაცით შემცირდა უმუშევართა რიცხვი. საქართველოს მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად 4 წელი აშორებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მათი გეგმა რომ რეალისტურია, ამაზე უკვე მიღწეული შედეგები მეტყველებს. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში რო ავიღოთ 2022, 23, 24 წლები, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა 195,000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შექმნათ 200,000 სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა უკვე 4%-იან ნიშნულს ჩამოსდება. ეს არის აბსოლუტურად რეალური. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც დაქირავებით, ასევე თვითდასაქმებულთა ჯგუფებში. დასაქმების დონე 3.1%-ით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში და ის 48.5% შეადგენს. მონაცემები გაზრდილია სოფლის ტიპის დასახლებებშიც. შრომის ბაზარზე ფიქსირდება დასაქმებულთა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადასვლის დინამიკა, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას, ზოგადად ქვეყანაში უფრო მეტი დოვლათის შექმნას და ზოგადად ეკონომიკური ზრდის შემდგომ დაჩქარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები და თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან აქტიურად გამოვიდნენ ადამიანები ისეთ კატეგორიაში, როგორიცაა დაქირავებული, ანუ სამუშაო ადგილზე დასაქმებული ადამიანები. მთავრობას მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის გეგმა უკვე შედგენილი აქვს. 2028 წელს ქვეყანაში სიღარიბე 4%-მდე უნდა შემცირდეს. ეს კი 150,000 ადამიანს გულისხმობს. ამ მონაცემით ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს დაიკავებს.